მოგესალმებით, გაგაცნობთ მე ვარ კატო. მოვიდი პატარა ინფორმაციით. მოკლედ დღეს არის 12 ნოემბერი და 16 ნოემბრის ჩათვლით და გავაკეთეთ ესეთი აქცია. სულ რაღაც 50 ლარად შეგეძლებათ 1 საათის განმავლობაში შეუზღუდავად თქვენთვის სასურველი კითხვები დასვათ და მიიღოთ კონსულტაცია. კონსულტაცია ხდება ვიდეო კოლით, WhatsApp-ით, წერთ პირადში, შემდეგ რა თქმა უნდა გიგზავნით რანამერთან დამიკავშირდეთ და თანხმდებით საათზე, დროზე და შესაბამისად შემდეგ უკვე 1 საათის განმავლობაში გექნებათ საშუალება ვიდეო კოლით დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვები, თქვენთვის სასურველი სიტუაციები გაარკვიოთ, განიხილოთ ტაროს დასტაზე, დიაგნოსტიკა და ამომწყურავად მიიღოთ პასუხები რა და როგორ უნდა გააკეთოთ, ხო? დღევანდელი გაშლა, კი, რაც შეეხება, ასე მოდით გავაკეთოთ. რას გეტყოდათ პარტნიორი ახლა, ხო, თქვათ, რომ შეეძლოს რაღაცას ხო არის, რასაც ვერ ამბობს, ან არ ამბობს, ან რაღაცა სიტუაციიდან გამომდინარე და შესაბამისად ნახოთ უბრალოდ რა არის ეს, რასაც ვერ ამბობს, მაგრამ დიდი სიამოვნებით გეტყოდათ თქვენი პარტნიორი. პირველ რიგში ნახოთ რა ურთიერთობაზეა საუბარი, ანუ რომ მიხვდეთ ვიზია და ვისთვის რეზონირდება, რა ხდება ახლა თქვენ შორის. თქვენ შორის ახლა არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი რაღაცისგან შეიძლება ოჯახური მდგომარეობა დაიშალა და წავიდა, ვიღაცისთვის შესაძლებელია რაღაცა გადაწყვეტილებას იღებთ და ოჯახი უნდა შეგექმნათ და ვერ შედგა ეს, იმიტომ რომ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო გასვლის ურთიერთობიდან. ყოველ შემთხვევაში ეს არის ურთიერთობა, სადაც ახლა ამ ეტაპზე ერთმანეთთან არ იმყოფებით, ხართ შორს, ხართ წასულში, ხართ მოგონებებში ერთმანეთის მიმართ და თქვენი ურთიერთობა არის გაჩერებული და დასრულებული და ესე ვიტყოდი, შესაძლებელი აქ მომენტიც იყოს, რომ ნახეთ დროებით გასვლა კი არა, ეს სამუდამოდ დაშლაც კი იყოს, ხო? ანუ არის ურთიერთობა, სადაც რაღაცა დროებით სჭირდებათ ურთიერთობაში გაანალიზება, გააზრება, დაფიქრება, მაგრამ აქ უფრო ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წასულიყო თქვენი ცხოვრებიდან. მოკლედ ესეთი ადამიანებისთვის არის ეს გაშლა. კარგით, რას გეტყოდათ ახლა ეს ადამიანი თქვენ, რას გეტყოდათ ახლა? რომ მას სურს თქვენთან შეხვედრა ისევ, რომ მას სურს თქვენთან ისევ ურთიერთობის აღდგენა, ხო? რაღაც სიტუაციები, სადაც შეძლებთ ერთმანეთს ისევ გაუზიაროთ თქვენი აზრები, ხო? რომ ის ძალიან ცუდად გნობს თავს, გაანალიზა ბევრი რამ, ბევრ რამეს ჩახედა, შეიძლება ითქვას, ხო? ამ ადამიანმა გადახედა მთელს თქვენთან გატარებულ პერიოდს, შეიძლება ითქვას, თქვენამდე გატარებულ პერიოდს ცხოვრების და ეხაც უყურებს, ხო, რეალობად რა ხდება მის ცხოვრებაში. ასე რომ ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ ის ელოდება თქვენგან შანსს, ელოდება თქვენგან წერილს, ელოდება თქვენგან რაღაცა პატარა ნაბიჯს, რომლითაც შეიძლება ითქვას, რომ შეძლებს გადმდგას ნაბიჯი, ხო? ადამიანი ამბობს იმას, რომ ის რაც დაასრულა და ის რაც დაამთავრა და ეგონა რომ ეს მისთვის იქნებოდა ძალიან ესეთი კარგი ცვლილება, შეიძლება ითქვას, ან შეიძლება არ მარტო მისთვის, თქვენი ურთიერთობისთვის იქნებოდა კარგი ცვლილება, სამწუხაროდ დღესდღეობით მისთვის ძალიან დიდ ბრძოლას წარმოადგენს, ძალიან დიდ ენერგიის დაკარგვას წარმოადგენს, გრძნობს და ხვდება იმას, რომ ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, მისთვის არასწორი იყო. ის ამბობს, რომ შეიძლება, არ ვიცი, ხა ძალიან იშვიათია ხოლმე ესეთი მსგავსი მომენტები, ხა ყველასთან ნამდვილად ვერ, მაგრამ თითქოს ამბობს იმ მომენტს, რომ
თითქოს მაგიურად ქონდა თვალები ახვეული ხო ადამიანს და რაღაცა მისი გადაწყვეტილება არ იყო ის, რაც მიიღო გადაწყვეტილება ხო თითქოს მასზე რაღაცა манипуляტორული მდგომარეობა ყოფილად ეხა ყველასთან მაგიური ზემოქმედება ხო არა, მაგრამ არის რაღაცა ესეთი манипуляტორული მომენტები. და ეს ადამიანი ამბობს მაგას, რომ შესაძლებელია მოხდა ისეთი რაღაც, რამაც უბრალოდ გადაადგმევინა, სხვა გზა არ ქონდა, უნდა გასულიყო ამ სიტუაციიდან და ამ ურთიერთობიდან. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანმა თქვენ დაგიცვათ რაღაცა არასწორი სიტუაციებიდან, არასწორი მდგომარეობიდან. ის გეუბნებათ იმას, რომ ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, ძალიან ნანობს რაღაც მომენტში ამ ყველაფერს, იმიტომ უნდა რომ აღადგინოს თქვენთან ურთიერთობა. ამიტომ თქვენთვის ძალიან დიდი რესურსი იყავით, თქვენთვის ძალიან დიდი სულიერი მეგობარი იყავით და ეს ძალიან რთულია, ანუ თქვენი ნაწილებით მასთან ერთად ყველა პრობლემას, ყველა მდგომარეობას და ეხა მარტო უკვე ძალიან უჭირს ამ ყველაფრის დაძლევა და თვლის რომ თუ იქნებოდა საშუალება რომ ის ბარიერები გახსნილიყო თქვენსა და მას შორის როგორც ჩანს, ადამიანი დაბრუნდებოდა თქვენთან დიდი სიამოვნებით და თავიდან დაიწყებდა ყველაფერს, თავიდან დაიწყებდა იმას, რაც იყო ხო, ანუ რაც იყო არა, უფრო გაუმჯობესებული სიტუაციით, გაუმჯობესებული მდგომარეობით. მოკლედ აი ესეთი რამ უნდა რომ ეთქვა. ალბათ ვიღაცისთვის საინტერესო ინფორმაციაც არის და ნუ გეტყვით რომ აქ თუ ძალიან ისეთი გულისკენებით არ ხართ და არ არის ადამიანი წასული, შეურაცხყოფილად არ გაგზნობინათ ძალიან თავი, ალბათ ეს მოლოდინი რომ თქვენ გადადგათ ნაბიჯი, მისთვის რაღაცა შეიძლება ითქვას აღმოჩნდეს შანსი და თქვენთვისაც აღმოჩნდეს შანსი იმის, რომ ურთიერთობა კვლავ აღდგეს თან, განსაკუთრებით თუ აქ ოჯახური ურთიერთობის მდგომარეობა იყო და ვინმე თქვათ ოჯახი დაანგრია, ხო, აი რაღაც ეს მომენტიც არის. მე კი შეგახსენებთ, რომ აქცია 12-დან, ანუ დღეიდან 16 რიცხვის ჩათვლით იქნება და სულ რაღაც 50 ლარად შეგეძლებათ 1 საათის განმავლობაში დაასვათ თქვენთვის სასურველი კითხვები, მიიღოთ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი და რა თქმა უნდა იმის მიხედვით მერე თქვენ რა როგორ და რანაირად გადაგეგმოთ ან დაგეგმოთ თქვენი სასურველი სიტუაციები. მე ბედნიერებას გისურვებთ დროებით.